როდესაც საქმე ბედნიერების ინდექსს ეხება, სკანდინავიური ქვეყნები მუდმივად ლიდერები არიან. ზედიზედ მერვე წელია ფინეთი მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ქვეყანაა, რეიტინგის შემდგომ პოზიციებს კი მისი მეზობელი ქვეყნები ინაწილებენ. მაგალითად, მეორე ადგილს დანია იკავებს, რომელიც უკვე 10 წელზე მეტია მსოფლიოს ყველაზე ბედნიერი ქვეყნების ათეულში უცვლელ პოზიციას იკავებს. დანიის მოქალაქეების ბედნიერების მაჩვენებელს სოციალური უსაფრთხოების ქსელი, სოციალური კავშირები, ახალგაზრდების განვითარებისთვის ხელსაყრელი გარემო და ეკონომიკური მდგომარეობა განაპირობებს. მიუხედავად იმისა, რომ დანიაში გადასახადები მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და მოქალაქეების შემოსავლის ნახევარსაც კი შეადგენს, ეს იმით ბალანსდება, რომ ქვეყანაში ჯანდაცვაზე ხელმისაწვდომობა უმეტესად უფასოა, ბავშვებზე ზრუნვა სუბსიდირებული. უნივერსიტეტის სტუდენტები გადასახადს არ იხდიან და მეტიც. სწავლის დროს არსებული ხარჯების დასაფარად გრანტებსაც კი იღებენ. ასევე მოხუცების პენსია საკმაოდ მაღალია და ისინი ყველა მიმართულებით უზრუნველყოფილი არიან. დანიის შემდგომ რეიტინგში კვლავ სკანდინავიური ქვეყნები, ისლანდია და შვედეთი გვხვდებიან. მოსახლეობის ცხოვრების დონე აქაც თითქმის ანალოგიურია. მეხუთე ადგილს ნიდერლანდები იკავებს, რასაც კოსტა-რიკა მოყვება, რომელიც მე-10 ადგილას მყოფი მექსიკის მსგავსად ტოპ ათეულში პირველად მოხვდა. ათეულში ასევე წარმოდგენილი არიან ნორვეგია, ისრაელი და ლუქსემბურგი. აღმავალი ტენდენციები დააფიქსირეს ლიტვამ, სლოვენიამ და ჩეხეთმაც. ისინი ოცეულში მოხვდნენ და ბოლო წლების მანძილზე საუკეთესო მაჩვენებელსაც მიაღწიეს, რაც თავის მხრივ აღმოსავლეთ, ცენტრალური და დასავლეთ ევროპის ბედნიერების დონის ერთმანეთთან დაახლოებას უსვამს ხაზს. თუმცა მაგალითად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა 13 პუნქტით დაკარგა პოზიცია და ამ წლების მანძილზე ყველაზე დაბალ 24 პოზიციაზე გადაინაცვლა. მისი წინამორბედი კი გაერთიანებული სამეფო იყო, რომელსაც 2017 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი ვარდნა ჰქონდა. რეალურად მსოფლიოს ბედნიერების ინდექსი თითოეული ქვეყნის მოსახლეობის ცხოვრების საშუალო ხარისხს ასახავს. ეკონომიკა, ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ეს ყველა მიმართულება თავს ერთად იყრის, რასაც თავის მხრივ მთლიანი შიდა პროდუქტი, ერთ სულ მოსახლეზე, სიცოცხლის ხანგრძლივობა, თავისუფლების გრძნობა, კორუფციის დონე და სხვა დეტალებიც ემატება და საერთო ჯამში რეიტინგის სხვადასხვა ქვეყნების მოსახლეობის პასუხების მიხედვით დგინდება.